მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, ეთერში ბოლნისის ხმა არის. შეგახსენებთ ბოლნისის ხმა პროექტ მისი ხმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია DVV International და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 16 წელი გავიდა და დრო ისევ არაფრის მკურნალია ომი, რომელიც რუსეთის აგრესიისა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში დღემდე გრძელდება. ისევ დადგა მოუშვებელი იარების თარიღი. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წლის თავზე კვლავ დევნილი სტატუსით ცხოვრობს ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 30,000-მდე ადამიანი. ომის შემდეგ საქართველომ კონტროლი დაკარგა 100-ზე მეტ ქართულ სოფელზე, რომელთა უმრავლესობა დღეს მიწასთან არის გასწორებული. ოკუპირებული სოფლებიდან დევნილებისთვის გაჩნდა 10-ზე მეტი დევნილთა ახალი დასახლება. ომიდან 16 წლის შემდეგ მონაცემების გამოყენებით გიყვებით ომის მსხვერპლების, მცოცავი ოკუპაციისა და ბორდერიზაციის პირობებში მცხოვრები ადამიანების ამბებს. 2008 წლის ომის შედეგად დაიღუპა 850 ადამიანი, დაღუპულების ნახევარი 412 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი, დაშავდა 1747 ადამიანი, უგზო-უკლოდ დაკარგულად კი ითვლება 10 სამხედრო და 14 პოლიციელი. რუსეთის ფედერაციის ინფორმაციით დაიღუპა 162 და დაიჭრა 255 ეთნიკურად ოსი. ასევე დაიღუპა 48 რუსი სამხედრო და 162 დაშავდა. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მონაცემებით მათი მხრიდან დაღუპული სამოქალაქო და სამხედრო პირების რიცხვმა 365 შეადგინა. კონფლიქტის მსვლელობის დროს დაიღუპა 3 და დაიჭრა 12 ჟურნალი. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ სტუმარს, დღეს ბოლნისის ხმაში ქალთა საინფორმაციო ცენტრი გვყავს სტუმრად. პირველ რიგში მოგესალმებით და გაიცანით ჩვენს მსმენელს. მოგესალმებით, თეონა ჩიქოვანი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. ძალიან მიხარი, რომ ჩვენ დღევანდელი მსმენელი სტუმარი ხართ. ქალთა საინფორმაციო ცენტრის შესახებ რომ გვესაუბროთ, როდის ჩამოყალიბდა და რა შედის მის საქმიანობაში. ქალთა საინფორმაციო ცენტრი მუშაობს 2000 წლიდან, მუშაობს საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში, ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით. ჩვენი საქმიანობა მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, მუშაობთ ქალთა უფლებებზე, ქალთა მიმართ და ოჯახშზალდობის საკითხებზე, ქალები მშვიდობა და უსაფრთხოება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ინფორმირებულობის გაზრდა ამ ყველა საკითხზე. დღეს ვიმყოფებით და იმყოფებით ბოლნისში. ამის შესახებ რომ ვისაუბროთ, რა პროექტის ფარგლებში ხორციელდება და რატომ ხართ დღეს ბოლნისში. დღეს ქალთა საინფორმაციო ცენტრი მხატვარ ზალს ულაკაურთან ერთად ეწვია ბოლნისის მუნიციპალიტეტს. ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო, ამას ვიზიტი არ მეწოდებით. ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო არაფორმალური შეხვედრა და საუბრები ქალებთან და ახალგაზრდებთან, რათა გავიგოთ მათი საჭიროებები, გამოწვევები, რაც დღეს მათ აწუხებთ. ეს ყველაფერი ჩვენ ავსახოთ ჩანახატების სახით ფურცლებზე, რომელიც იქნება ჩვენთვის საომავლოდ მასალა, რომ დღის წესრიგში დავაყენოთ ყველა ის საკითხი, რაც ქალებს აწუხებთ და უნდათ რომ მოაგვარონ და ჩვენ ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. საინტერესო შეხვედრები გქონდა ქალებთან და ახალგაზრდებთან, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ, მოვისმენთ მათი სურვილები და წუხილები და ვფიქრობთ, რომ საინტერესო ნამუშევრებიც გამოგვივიდა, რომელსაც ერთის მხრივ ჩვენ ვაქცევთ დოკუმენტად და ავსახავთ რა სჭირდებათ დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში და რა უნდა დადგეს დღის წესრიგში და მეორეს მხრივ ეს გვექნება ჩვენ მასალები, რომელსაც გამოვფენთ ფართოდ, ესე ვთქვათ, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს და დაინტერესებულ მხარებს წარვუდგენთ, რომ ერთად დავიწყოთ შემდეგ ფიქრი და ნაბიჯების გადადგმა რაღაცების ცვლილებებისთვის. რომელ მუნიციპალიტეტებში იგეგმება კიდევ შეხვედრები? მსგავსი აქტივობა იგეგმება საქართველოს მასშტაბით 20 მუნიციპალიტეტში. მერვე მუნიციპალიტეტი ბოლნისი, სადაც დღეს ჩამოვედით და ამას გავაგრძელებთ და შემდეგი ვიზიტები გვაქვს დასავლეთ საქართველოში დაგეგმილი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ესე ვთქვათ პროექტი არის მხარდაჭერილი გერმანიის საელჩოს მიერ და ჩვენი აქტივობები გრძელდება უკვე დანარჩენ 12 მუნიციპალიტეტში. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მადლობა თქვენ. ნახოთ. მე კი დღეისთვის გემშვიდობებით და ბედნიერ კვირას გისურვებთ.